საერთოდ საკუთარი პრინციპების ბოლომდე ერთგულად დარჩენას თუნდაც ის სიღარიბეში და მარტოობაში ცხოვრებას გიქადდეთ თუ საყოველთაო წარმატების და აღიარების მოსაპოვებლად უარს იტყოდით საკუთარ პრინციპებზე და ბოლომდე ითამაშებდით იმ თამაშის წესებით, რომელსაც საზოგადოება გთავაზობთ. ეს არის ის მორალური დილემა სწორედ, რომლის წინაშეც აყენებს თავის პერსონაჟებს აინ რენდი თავის წიგნში, რომელსაც ჰქვია პირველ წყარო და რომელზეც შევეცდები, რომ ორი სიტყვით მოგიყვეთ თუ რატომ უნდა წაიკითხოს იმ ადამიანებმა, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ეს წიგნი წაკითხული. და რაზეა წიგნი? წიგნი არის ერთის მხრივ გენიალური ნიჭის მქონე არქიტექტორზე, რომელიც უკომპრომისო და შეუვალია საკუთარ შეხედულებებში და ინტერესებში. მას უბრალოდ არ აინტერესებს საზოგადოების, მეტიც ფეხებზე კიდია საზოგადოების აზრი ზოგადად თუ ის საკუთარ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ის ნერგავს არქიტექტურაში ისეთ ახლებურ და ინოვაციურ და მოდერნისტულ მიდგომებს, რომელიც სრულად გაუგებარია ფართო მასისთვის. ამიტომ ის რჩება როგორც წესი, როგორც ხდება ხოლმე, გარიყული და მისი პროდუქტი არ იყიდება და რჩება საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა. და ის იძულებულია ქვის მთლელადაც კი დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ უბრალოდ გადარჩეს. და მეორე მხრივ აქ არის პერსონაჟები, რომლებიც სრულად დაცლილია ასეთი მორალური პრინციპებისგან, რომლითაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი და არა საკუთარი აზრი და იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას, იყოს აღიარებული და ჰქონდეს წინსვლა კარიერაში, გახდეს კარგი თუ შემდგარი და საზოგადოების მხრიდან აღიარებული არქიტექტორი, მზად არის ბოლომდე ითამაშოს იმ წესებით, რომელსაც მას ობივატელი თავაზობს. ეს არის ორი ერთმანეთის სრულიად საპირისპირო პერსონაჟი და ადამიანები, რომელიც გამოყავს რენდს და რომელსაც აპირისპირებს ერთმანეთთან. და ზოგადად ინდივიდის და კოლექტივის დაპირისპირების თემა მთავარი ამოსავალი წერტილია რენდის შემოქმედებაში ზოგადად და ის თავის ფილოსოფიასაც ავითარებს შემდეგ, რომელიც ობიექტივიზმის სახელით არის ცნობილი და რომელიც პრინციპში თავის კულმინაციას და ამ იდეების განვითარების კულმინაციას აღწევს თავის უგდავ შედევრში, რომელსაც ჰქვია ატლანტმა მხრები გაშალა. თუმცა ეს წიგნი არის ადამიანის ისეთ მორალურ გამოწვევებზე, როგორიც არის, როცა ის დგას ისეთი მორალური დილემის წინაშე, როგორიც არის ერთის მხრივ აირჩიოს თავისი პრინციპების ერთგულად ბოლომდე დარჩენა, რომელიც შეიძლება მას აყენებდეს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ის გახდეს გარიყული საზოგადოებისგან და მოკვდეს სიღარიბეში, თუ მეორეს მხრივ მიაღწიოს წარმატებას კარიერაში, იყოს საყოველთაოდ აღიარებული, თუმცა უკვე აგდოს სრულად საკუთარი შეხედულებები და ინტერესები და ბოლომდე მოერგოს საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ წესებს. ეს არის ორი ისეთი თემის შეპირისპირება, სადაც გამარჯვებული ავტორის აზრით აუცილებლად რჩება ის, ვინც რჩება ბოლომდე ერთგული საკუთარი პრინციპების და რატო. შეიძლება ნებისმიერი ადამიანი თვლიდეს, რომ გაცილებით პრაგმატული ნაბიჯია ის, როდესაც შენ შეიძლება გჯეროდეს ერთის, მაგრამ შენსაც ვერ იგებდეს საზოგადოება, ამიტომ უმჯობესია იმისთვის, რომ საკუთარი შემოქმედებაში, საკუთარი პროდუქტი ზოგადად გაყიდო, აუცილებელია მოერგო საზოგადოების გემოვნებას და ინტერესებს, მაგრამ რას იწვევს ავტორის აზრით ეს? ეს იწვევს არაფერს სხვას, გარდა იმისა, რომ ხდება ადამიანის შინაგანი სამყაროს სრულიად გამოცარიელება და სულიერი დეგრადაცია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რენდის აზრით გაცილებით მნიშვნელოვანი საკუთარ სინდისზე მიყოლა ბოლომდე და საკუთარი მორალური პრინციპების ადებტად ბოლომდე დარჩენა და უარყოფა ზოგადად ისეთი საზოგადოების და კოლექტივის აზრი, რომელიც ეწინააღმდეგება შენს ხირებულებებს და პრინციპებს. რენდისთვის მნიშვნელოვანია ინდივიდი და არა კოლექტივი. მისი აზრით ზოგადად ნებისმიერი შემოქმედების პირველ წყარო არის ადამიანის ერთი ინდივიდის გონებაში შექმნილი და გენერირებული იდეა და იდეის წარმოქმნა არ ხდება ზოგადად კოლექტივში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად ავტორისთვის ინდივიდი გაცილებით მეტად ვიდრე კოლექტივის შეხედულებები. მოკლედ, ვინც არის დაკავებული ისეთ საქმიანობით, რაღაც შემოქმედებითი საქმიანობით, ვინც შეიძლება იდგეს ასეთი მორალური დილემის წინაშე, რომ
შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც მას სურს და მას მიაჩნია ღირებულად და მნიშვნელოვნად, თუ შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც მოერგება საზოგადოების გემოვნებას და ინტერესებს და ბოლომდე წავიდეს კომპრომისზე საზოგადოებასთან. ეს წიგნი ამ კითხვაზე აუცილებლად გასცემს პასუხს და გასცემს ყველა იმ შეკითხვაზე პასუხს, რომელიც შეიძლება ამ თემით დაინტერესებულ ადამიანს აწუხებდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ წიგნის საკითხვა ჩემი აზრით იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ზოგადად ესეთი კითხვები და ვინც შეიძლება იდგეს ისეთი მორალური დილემის წინაშე, როგორიც არის ერთის მხრივ მისდიოს საკუთარ პრინციპებს, დარჩე ბოლომდე ერთგული საკუთარი სინდისის და იქცეოდე ისე, როგორც ამას შინაგანი მორალი კარნახობს, თუ ერგებოდე საზოგადოებრივ ინტერესებს და თამაშობდე მათ მიერ შემოთავაზებული თამაშის წესებით იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას და წინსვლას ცხოვრებაში.